სკოლა გიმნაზია ორნატი დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი აღმოჩნდა, რომელმაც სამოქალაქო განათლების სწავლების კონკურსზე გრანტი მოიპოვა. სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობისა და მისი მაღალ დონეზე ათვისების უზრუნველსაყოფად სკოლა ორნატი კონკურსების მოთხოვნას დათანხმდა. სამოქალაქო განათლების პედაგოგის თქმით, დაფინანსების სანაცვლოდ ორნატის მე-9 კლასელებმა კაბინეტის მოწყობა რეაბილიტაციისათვის სამუშაოები თავად შეასრულეს. როგორც ვიცით, სამოქალაქო განათლებას ბოლო წლებში საგანმანათლებლო სისტემაში დიდი ყურადღება მიექცა. ამიტომ აღსანიშნავია, რომ ზესტაფონში ამ საგნის მაღალ დონეზე სწავლებისათვის შესაბამისი პირობები შეიქმნება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამოქალაქო სწავლებას. ეროვნულ გამოცდებაშიც კი შეიტანეს სამოქალაქო განათლების გამოცდები. ჩემის აზრით, მე როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ჩემის აზრით ეს არის სავსებით ნორმალური, იმიტომ რომ ეს ისეთი საგანია, ბავშვები პრაქტიკულ ცხოვრებას ეჩვევიან და აქ არის უნარჩვევები, აქ არის ჩართულობები და საზოგადოებრივი საქმიანობაზე ლაპარაკი და ბავშვი უნდა მომზადდეს თავიდანვე მომავალი ცხოვრებისათვის, რათა ასეთი უნარჩვევები გამოიმუშაოს. ასეთ სწავლებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირობების ესაჭიროება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო კაბინეტი. კაბინეტი სპეციალურად ამ საგნისათვის და მოთხოვნა არის ასეთი, რომ ჩვენ მონაწილეობდით გრანტის მოპოვებაში და მოთხოვნა იყო ასეთი, რომ ისინი დაგვაფინანსებდნენ გარკვეულ თანხას და სანაცვლოდ ჩვენ შეგვესწრებია ფიზიკური სამუშაო. ბავშვებმა იკისრეს, რომ ისინი შეასრულებენ ფიზიკურ სამუშაოს, კაბინეტს ვაწყობთ, ჩვენ წავართ იმ კაბინეტსაც ვნახავთ და მოეწყობა კაბინეტი. დასავლეთ საქართველოში ეს გრანტი მოიგო ორმა სკოლამ, ორნატმა და ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორის სკოლა-ინტერნატმა. მე-9 კლასელთა განცხადებით სამუშაო პროცესში აქტიურად მიღებული მონაწილეობის შემდეგ სამართლიანად დაიმსახურეს კაბინეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც. ჩვენ დავალებული გქონდა და მოთხოვნა იყო თუ შევასრულებდით ამ ფიზიკურ სამუშაოს და მოეხმარებოდით ჩვენს დირექტორს ამ კაბინეტის მოწყობაში, ჩვენ გვექნებოდა დაფინანსება და მივიღებდით ამ კაბინეტს მრგვალ მაგიდეს, რომელიც დებატებისთვის არის საჭირო და სკამებს და მართლაც ეს შევასრულეთ ეს სამუშაო და შემდგომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გაიმართება ყოველთვის ასეთი ჭკვიანური კონფერენციები და სხვადასხვა გაკვეთილები ჩაგვიტარდება იქ და უფრო აგვიმაღლდება ცნობიერება და სამოქალაქო განათლებას უფრო დიდი დატვირთვა ექნება საერთოდ განათლებაში.